ჩვენთვის განკაცებულო, ჯვარცმულო, დრეთით აღდგომილო და ამახლებულო, მეორედ მოსვლისას წყალობით გამკითხველო და შემწყნარებელო, მონანულთაო, დიდება შენდა. ქვეყანა სავსეა ხილულითა და უხილავით. ადამიანის სულიერ და ხორციელ თვალისათვის. ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე ვერ ირწმუნებ. და ზოგი კი ისეთია, თუ არ ირწმუნე ვერ დაინახავ. ბუნება ადამიანისა იმისთანაა, რომ სულ სწრაფად ჩვენი ერთსაც ეტანება და მეორესაც. ნებსი თუ უნებლიეთ ამ ორ სამფლობელოში დადის მოусვენრად გონება და გული ადამიანისა, რომ იპოვოს ბინა და იქ დაღალული სული შეასვენოს ხოლმე გულთა ძვრისაგან და მსოფლიო ხელვისაგან. ამ ორ სამფლობელოთა შორის შემაერთებელ ხის წნავს მარტო სიბრძნე, რომელიც ასე იშვიათია ამ წუთის სოფელში. ჩვენს ცხოვრებაში იშვიათია ისეთი კაცი, რომელიც სარწმუნოებას და მეცნიერებას ერთიანად მოიაზრებს და ურთიერთის გამოურიცხავად გასწევს ჭამპანს ქვეყნის სამსახურში. რაოდენ სასიხარულოა, რომ ასეთი კაცი ჩვენს რუსთავის ეპარქიასაც ყავს. 2003 წლის 14 მაისს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში შედგა რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის დეკანოზ მიქაელ ჭაბაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა. ნაშრომის თემა იყო ამბროსი ნეკრესელის ქადაგებანი, გამოკვლევა და ტექსტები. ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ნესტან სულავა. ოფიციალური ოპონენტები ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო მახათაძე და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი მიხეილ ქავთარია. ბატონებო და ხალხბატონებო, საოცარი ხალხმრავლობაა დღეს. სასიამოვნოა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. რადგან დღეს დავდეთ ორიგინალური დღეა ლიტერატურის ინსტიტუტში. სასულიერო პირი. თუ მე მეცნიერება ამ ბალადობს პირველად იცავს დისერტაციას ჩვენთან. ასე რომ აღსრულდა ჩვენი ოცნება, ჩვენი სიახლოვე სასულიერო აკადემიასთანაც და საერთოდ სასულიერო პირებთან, რადგან ქართული ლიტერატურა თავისთავად ეს არის ჩვენი სულიერების ერთ-ერთი ბურჯი და ბუნებრივია ჩვენი კონტაქტები და ჩვენი მომავალში ერთად სვლა, ეს ალბათ აუცილებელი მომენტია ჩვენი მართლმადიდებლობისათვისაც და ჩვენი ქართული ლიტერატურისათვის. ეს მინდოდა მეთქვა შესავალში. დავიწყოთ ჩვენი სტომა დღევანდელი. საქართველოს 25 წევრიდან სტომას ესწრება 21 წევრი. ასე რომ საფრთხე უფლებამოსილია დაიწყოს მუშაობა. დღის წესრიგშია მიქაელ მამუკა ჯავახიშვილის მიერ დისერტაციის დაცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თემა ამბროსი ნეკრესელის ქადაგებანი. დეკანოზი მიქაელი ერისთავობაში მამუკა რობერტის ჯავახიშვილი დაიბადა 1960 წლის 6 მარტს ქალაქ რუსთავში. 1973 წლიდან ქალაქ რუსთავის მე-16 საშუალო სკოლაში. 1983 წელს დაამთავრა ქალაქ რუსთავის მე-4 საშუალო სკოლა. 1990 წლებში იყო პარლამენტის წევრი. 1983 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქ რუსთავის 21 საშუალო სკოლაში. უფროს პიონერ ხელმძღვანელად. 1986 წლებში გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს. 1986 წელს ჩააბარა ვისაღები გამოცდები თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიური ფაკულტეტის დაუშევების განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1991 წელს. ამ პერიოდში მუშაობდა ქალაქ რუსთავის მე-4 საშუალო სკოლაში. 1987 წელს უფროს პიონერ ხელმძღვანელად. 1999
93 წლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1991 წლის 15 დეკემბერს სიონის საკათედრო ტაძარში უწმინდესადმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ხელი დაასხა დიაგრამ და განაწესა რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ტაძარში. 1992 წლის აპრილს მის მიერ მოხდა ხელდასხმა მღვდლად. 1991 წლის 13 დეკემბერს უწმინდესადმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და აღიყვანა დეკანონის ხარისხში. 1991 წლიდან დღემდე არის რუსთავის ეპარქიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე. 1991 წელს იყო საეპარქიო გაზეთ კანდელის რედაქტორი. 2002 წლის იანვრიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის მასწავლებელი. დღემდე მსახურობს რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ტაძარში. 1991 წელს იქორწინა რუსთავის სოფერიაზე. ჰყავს 3 შვილი: ქეთევანი, ლაზარე და ნიკოლოზი. ცხოვრობს რუსთავში. 2002 წლის 18 დეკემბერს ძველი ქართული მწერლობის განყოფილების სხდომაზე განიხილეს დეკანოს მიქაელ მამუკა ჭაბაშვილის სადისერტაციო ნაშრომი ამბროსი ნეკრესელის ხადაგებანი, გამოკვლევა და ტექსტები. რეცენზია წარმოადგინა ფილოლოგიის მეცნიერთა კანდიდატმა ბატონმა ფირუზ მეტრეველმა. ამბროსი ნეკრესელი, მიქაძე მე-18-მე-19 საუკუნეების გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე და შესანიშნავი ჰომილეტიკოსია. დეკანოზ მიქაელის გამოკვლევამ ცხადყო, რომ არსებობს აქამდე უცნობი მისი 27 ქადაგება და 7 ჰომილია. აღნიშნული სადისერტაციო ნაშრომის მიზანი გახდათ ამ უცნობი ქადაგებების წყაროების დადგენა, მასში ასახული დაცემული სულიერი ცხოვრების სურათის წარმოდგენა და მიზეზების მოძებნა. ავტორის მიერ ქადაგებებში საღვთო სახელთა გამოყენება წმინდა მამათა სწავლებების გათვალისწინებით. მის ჰომილიებში წინ წამოწეული ზნეობრივ ეთიკური პრინციპებისა და იმ საღვთისმეტყველო საკითხების გამოყოფა, რომლებიც მისი ქადაგებების ძირითად თემას წარმოადგენენ. დისერტაციის დაცვას ესწრებოდნენ მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი დეკანოზი გიორგი ზვიადაძე, სასულიერო პირები, ფართო საზოგადოება და მრევლი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში სასულიერო პირის მიერ დისერტაციის დაცვის პირველი შემთხვევაა. მანამდე მიტროპოლიტმა ანანიამ ჯაფარიძემ სადოქტორო დისერტაცია ისტორიის ინსტიტუტში დაიცვა. ჩვენი დაინტერესება საკვლევის საკითხისადმი გამოიწვია მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულმა რამდენიმე ხელნაწერმა, რომლებიც ამბროსი ნეკრესელის დღემდე გამოუქვეყნებელი ქადაგებებია მოთავსებული. გაჩნდა აუცილებლობა იმისა, რომ გამოკვლეულიყო და მეცნიერულად შესწავლილიყო ეს ახლად მიგნებული მასალა, რაც მათი ავტორიც ლიტერატურული მოღვაწეობის სრულ სახეს წარმოაჩენდა. ჩვენი მიზანი იყო ამბროსი მიქაძის აქამდე უცნობი ქადაგებების წყაროების დადგენა, მათში ასახული დაცემული სარწმუნოების სურათის წარმოდგენა და მიზეზების მოძებნა. ქადაგებებში საღვთო სახელთა გამოყენება, წმინდა მამათა სწავლების გათვალისწინებით, ამბროსი ნეკრესელის ჰომილიებში წინ წამოწეული ზნეობრივ ეთიკური პრინციპებისა და იმ საღვთისმეტყველო საკითხთა გამოყოფა, რომლებიც მისი ქადაგებების ძირითად თემას წარმოადგენენ. ბიბლია უშედეგი წყაროა ამბროსისათვის, რომელშიც იგი პოვრობს ღვთივსაცნო ცხოვრების მოყვარე ადამიანთა იდეალურ სახებს, რომელთა გახსენებითაც რწმენაში განამტკიცებს მსმენელს ესაუბრება ზნეობრივ ეთიკურ და დოგმატურ საღვთისმეტყველო საკითხებს. ერთ ქადაგებაში ამბროსი ნეკრესელი ამბობს, რომ მეორედ მოსვლამდე ისევე შეუძლებელია ცოდვილისა და მარცვლის გარჩევა, როგორც ზამთარ შინედლი და ხმელი ხისა. აქ ჩვენ ხედავთ მსგავსებას იოანე მინჩხის ერთ საგალობელთან, სადაც ცოდვილი ზამთრის ფურცელ დაცვინულ ხესთან არის შედარებული.
ამბროსი ნეკრესელი 1776-77 წლებში დავით გარეჯის ლავრაში მოღვაწეობდა. საფიქრებელია, რომ აქ იგი გაეცნობოდა დიდი ქართველი მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანის სომილიებს, რომელიც ამ უკანასკნელმა გარეჯის უდაბნოში შექმნა. ამბროსი ზოგიერთ ხადაგებას ეთყობა საბას სომილიების გავლით. ამბროსი ნეკრესელი ერთდროულად წარმოდგება ჩინებულ ხადაგებად და მხატვრული სიტყვის ოსტატად. ისეთ კანონიკურ დარგში, როგორიცაა ფორმულეტიკა, იქნება რიტორიკული სტილითა და მაღალმხატვრული ხერხებითა და საშუალებებით მდიდარი ხადაგებები, რაც მწერლის ნიჭიერებას მიუთითებს. სახისმეტყველებითი პრინციპების გამოყენება მას ღრმად მოაზროვნე ხადაგებლად წარმოგვიჩენს. ამბროსი ითვალისწინებს მრევლის მოთხოვნებისა და განათლების დონეს, ამიტომ ისეთ შედარებებს აკეთებს, რომლებსაც ადვილად ჩასწვდება მრევლი. ვფიქრობთ, კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს ამბროსი ნეკრესელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მის შემოქმედებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დამუშავებას, ჰომილეტიკური ლიტერატურის შემდგომ მეცნიერულ შესწავლას. ნაშრომის მეორე ნაწილი ეთმობა ამბროსი ნეკრესელის ჰომილიებს, რომლებიც დადგენილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დასული ხელნაწერების მიხედვით. ესენია 27 ჰომილია და ერეკლე მეფისა და ლეონ ბატონიშვილისადმი მიძღვნილი 7 შესყიდვა. საშუალებია მსგავსი სერიოზულობით აგრძელეს უძველესი ტრადიციის მქონე საქართველოს ეკლესიის წინაშე შექმნილი სამეცნიერო თხზულებების კვლევა. რათა წარმოჩინდეს ქვეყნისათვის ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი მნიშვნელობა ყველა დროსა და ეპოქაში. ისეთაგი მაღალღირსი დეკანოზი მიხეილ ჭაპაშვილი დამსახურებულად იმსახურებს საძიებელ ხარისხს. დღეს გახლავთ წმინდა თამარ მეფის დღე და ძალიან სასიამოვნო ფაქტად მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენთან დისერტაციას იცავს სასულიერო პირი, რომელმაც მართლაც მშვენიერი დისერტაცია წარმოგვიდგინა. ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა, ერთად მუშაობა დისერტაციაზე და ოპონენტებთან პაექრობაში გამოჩნდება, თუ როგორი ნაშრომი წარმოგვიდგინა მას. განსაკუთრებით აღსანიშნავია დისერტანტის მიერ აღნიშნული ფაქტი იმის შესახებ, რომ თუმცა ძველი ქართული ლიტერატურა მე-19 საუკუნის 30-იან წლებამდე გრძელდება, მაგრამ ჰომილეტიკა როგორც სასულიერო მწერლობის დარგი არსებობდა და დღემდე არსებობს, ვითარცა ღვთისმსახურების შემადგენელი ნაწილი. დასაზიარებელია პატრიცემული ოფიციალური ოპონენტის შენიშვნა მეტად გაიგოს პარალელი საბასა და ამბროსი ნეკრესელის ხადაგებათა შორის. უფრო მეტად გამოიგოს სამოქალაქო მოტივები ამბროსი მიხაძის ჰომილიებში, რაც ნაშრომის გამოცემის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება. ამბროსი ნეკრესელის სამღვდელმთავრო პასუხისმგებლობა ერის ზნეობრივი სიწმინდის წინაშე ძალზე მაღალია. ამბროსის მონაზვნური სინდისი არ ცნობს კომპრომისებს. სულხან-საბა კი დავით გარეჯის ლავრიდან გამოსვლის შემდეგ, თუმცა ბერია, მაგრამ აქტიურ საევრო მოღვაწეობას ეწევა და საევრო ლიტერატურისადმი მისი როგორც მონაზვნის დამოკიდებულება კომპრომისულია. მერთმა დაგლოცვა და უდიდესი მადლობა მოგესწრება. მოგესწრება საბჭოში არის 25 წევრი, დღევანდელ სხდომას ესწრებოდა 21 წევრი. დარიგდა 21 ბიულეტენი. 5-ის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენს მაძიებელს მისცა 21-ვე წევრმა. ამის საფუძველზე მანონებო მიხაილ მამუკა ჭაბაშვილს მიენიჭა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი დაძიებელი ხარისხი. მიულოცოთ ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ინსტიტუტში ხდება ამ კონტაქტების გამყარება, დაახლოება საერო და სასულიერო პირებისა და ესეთი თემებისთვის ყურადღების მიქცევა, რომელიც სასარგებლო არის ორ მხრივად ასევე. ეს არის ფუნდამენტური საკითხები ძველი ქართული მწერლობისა, ლიტერატურისა და ყოველი დეტალი, ყოველი ფრაგმენტი, ახლად აღმოჩენილი ყოველი მასალა ჩვენთვის ფასეული არის და ბატონი მიხაილი მამუკა ისეთი პიროვნება არის, ვისაც შეუძლია მოჰკიდოს ხედი ძალიან